დაბადების დრო 1965 წლის 13 მაისი. დაბადების ადგილი ქალაქი თბილისი. ეროვნება ქართველი. სქესი მამრობითი. ოჯახური მდგომარეობა ყავს მეუღლე. კარგად დააკვირდით ამ ფოტოებს. სწორედ ასე გამოიყურებოდა უცნობი ბავშვობაში. საკმაოდ სიფათიურად გამოიყურება, უნდა აღინიშნოს, არის საშუალოზე მაღალი, შავგრემანი, ხუჭუჭა. კეთილშობილი გამომეტყველება აქ სახეს. აქვს მოდამ შავი თმა, არ უჭაღარავდება თმა. საოცრად ესეთი ალალი მართალი ადამიანი, უკომპრომისო, უაღრესად მოწესრიგებული ადამიანი. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ესეთი სპეტაკი, ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი, ის არის სიტყვის კაცი. გაწონასწორებული მშვიდი, კეთილგანწყობილი. ანტი სკანდალური პიროვნება. ეს ადამიანი არასდროს არ გახვეულა ინტრიგებში და არასდროს არ ყოფილა ესეთი ჭორაობის ბუმის ქვეშ. სიგარეტს არ ეწევა, მაგრამ ფაქტიურად არა. ორი რამ აქვს უარყოფითი, ერთი სიჯუეტე, რომელიც მისი კუთხურობისგან მოდის ალბათ და მეორე ის რომ რაღაცას რო კითხავ შეიძლება პასუხზე დააყოვნოს რამოდენიმე წუთი. შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ხშირად ფიქრობს და ხანდახან ისება შავიზდილება, რომ თავისთვის არის რაღაცას თავის სამყაროშია. თუ რაღაცაზე ფიქრობ, შეიძლება ყურადღება არც მოგაქციოს და არც დაგელაპარაკოს რაღაც რო კითხო რამოდენიმეჯერ. 1991 წელს უცნობმა დაამთავრა 55 საშუალო სკოლა. სწავლობდა ასევე მუსიკალურ შვიდწრეთში ფორტეპიანოს განხრით. შემდეგ ჩააბარა ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროფესიით ჰიდროტექნიკოსია. პირველად 19 წლის ასაკში გააერთიანა მეგობრები საკუთარი იდეის გარშემო. ამ პერიოდში სერიოზულად მოჰკიდა ხელი საქმეს, რომელიც ამჟამად მისი პროფესიაა. რამდენიმე წლის შემდეგ ის და მისი მეგობრები უკვე პროფესიულ ფესტივალებში იღებდნენ მონაწილეობას და წარმატებებსაც აღწევდნენ. მისი მოქმედების არეალია ხელოვნება. ეს ადამიანი ემსახურება შოუ ბიზნესს, მაგრამ არასდროს არ იცავს შოუ ბიზნესის ატრიბუტიკას. მისი შემოქმედება შორს არის კომერციალიზაციისაგან და ნატამალი, ასე ვთქვათ, ხალხი არ არის მის შემოქმედებაში. პრინციპში ასეთია იგი ბუნებითაც. არის ძალიან შემართული საქმიანობაში და ხშირად უშვებს თავის პროდუქციას. ამ სფეროში რამოდენიმე ადამიანთან ერთად მოღვაწეობს. ცნობენ ყველა ქალაქში, ყველა დასახლებულ პუნქტში და პატივსცემენ მას და უხარიათ, როცა დაინახავენ. ეს არის ადამიანი, რომელმაც იცის რა უნდა, რისკენ მიდის და ამას უკვე წლების განმავლობაში აკეთებს, სხვათა შორის ეს ძალიან კარგადაც გამოსდის. კრიტიკულია იმ სფეროს მიმართ, სადაც მოღვაწეობს. და მე ვთვლი, რომ მას ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს ამ სფეროში. 1996 წელს უცნობის ცხოვრებაში ჩნდება ახალი კოლექტივი, შემოქმედებაში კი ახალი ეტაპი. ამავე წელს ახალ კოლექტივს საუკეთესოდ აღიარებენ ერთ-ერთ ფესტივალზე. ამ პერიოდიდან უცნობი ხდება პოპულარული ფართო წრეებში. ბოლო წლებში მის სახელთან დაკავშირებულია რამდენიმე საახალწლო პროექტიც. უყვარს თამაში. ეზოში კალათბურთის ჩემპიონია. კარგად გამოსდის. შეიძლება არარეალიზებული სპორტსმენია. ძალიან უყვარდა ვაკის პარკში სეირნობა. ძალიან უყვარს რა იცით, აი რემონტის გაკეთება, რაღაცების შეძენა, ჩერკეტელაობა, ასე რომ ვთქვათ. ძალიან უყვარს თავის ინსტრუმენტი, რითიც ის შოულობს ფულს. ესე იგი არის საუცხოო და ძალიან კარგი კულინარი. ესე იგი კაგანც ვიფრებს პირდაპირ ხანდახან ესეთ რაღაც საოცრებებს აკეთებს ხოლმე. უყვარს კომფორტი, თავის სახლი და ღვინო. არ უყვარს მოუწესრიგებელი სიტუაცია. არ უყვარს საზოგადოებაში გამოჩენა. არ უყვარს პომპეზურობა. ძალიან ღიზიანდება, როცა მოძრაობის წესებს არ ღვევენ ქუჩაში. უპასუხისმგებლობა და დაგვიანებები. არ უყვარს, ვთქვათ, ეს კიჩი, არ უყვარს ზედმეტი ეიფორია, არ უყვარს არაპროფესიონალიზმი და ძალიან არ უყვარს ცუდი მუსიკა.
ეს უცნობის ერთ-ერთი საყვარელი კუთხეა სახლში, რომელსაც არა მარტო დეკორატიული დანიშნულება აქვს. აქ უცნობი ისეთივე ოსტატობას ამჟღავნებს, როგორც სამზარეულოში ქურასთან. მისი ვირტუოზულობა მჟღავნდება ამ კუთხეშიც და ამ მაგიდასთანაც. გარდა იმისა, რომ სასმელის კარგი დეგუსტატორია, უცნობს ლუდისკათხების შეგროვებისადმიც აქვს მიდრეკილება. უცნობი არც სპორტის მიმართ არის გულგრილი და საერთოდ გულმოდგინედ ცდილობს ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. ძალიან დიდი ხანი უსტირით და ველოდებოდით ამ ამბავს და როგორც იქნა, აი რაღაც სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. აი ჯგუფი, რომელთანაც ერთად ის მოღვაწეობს, დაკავშირებული ქალაქის გამწვალებასთან. ამ პიროვნების ავიზიტო ბარათად შეიძლება ჩაითვალოს მისი ძალიან სპეციფიური ხმა. ანუ რომელიმე ადამიანს თუ ხმით შეიძლება შეგეჩალოს სხვა ადამიანში, ამ ადამიანს ისეთი ხმა აქვს, რომ აუცილებლად იცნობ იმ წუთში. მას იცნობენ რა თქმა უნდა სახელით უგვარით, მაგრამ იმ ზედმეტი სახელითაც, რომელიც მას აქვს შექმნილი და მე რაღაც მე ვიცი დიდი ხანია. ასოციაციურად შევადარებდი 7 საღამოს. აი ფუტკარივით არის რაღაცებს ვფიქრობ თვითონ აკეთებს და რომ გაკეთდება ეს ყველაფერი წლიდან წლამდე მე ეს ხალხი საზოგადოება მე ამის გემოს შინჯავს და კმაყოფილია. ჩემში ეს ადამიანი იწვევს ყურძნის ასოციაციას. შევადარებდი თავის ჰოროსკოპის ნიშანს. ანუ ხარისხასიათი აქვს. ვერსიები უცნობის ვინაობის შესახებ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ SMS-ის საშუალებით. საღამო მშვიდობისა, მაესტროს ეთერშია გადაცემა უცნობი და დღეს უცნობის სტუმარია მორიგი ცნობილი პერსონა. რა საქმიანობით გახდა ის ცნობილი და რა უცნობი დეტალები იმალება ამ პერსონის მიღმა, ამას მოგვიანებით შეიტყობთ. მანამდე კი თქვენი ვერსიების შესახებ, რომლებიც გამოგვიგზავნეთ გადაცემის პირველი ნაწილის ნახვის შემდეგ და ესენია დათო ევგენიძე, მერაბ სანოძე, აჩიკო გულედანი. თუმცა რა თქმა უნდა, გვაქვს სწორი პასუხები, სინამდვილეში ადამიანი, რომელსაც არ უყვარს საზოგადოებაში გამოჩენა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ხშირად ჩანდა ვაკის პარკის ტერიტორიაზე, რომელიც საკმაოდ სიტყვაძუნწია და თუ ჩაფიქრებულია შეიძლება პასუხიც კი არ გაგცეთ, არის მუსიკოსი, ჯგუფ ვაკის პარკის სოლისტი ზაზა ხუციშვილი. საღამო მშვიდობისა ზაზა. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს არ იქნებით ისეთივე სიტყვაძუნწი, როგორც მეგობრები გახასიათებენ. საერთოდ მაინტერესებს რამდენად მართალია, მართლა რამდენიმე წუთის დაგვიანებით იძლევით პასუხებს თუ პირველში მინდა მადლობა გადაგიხადოთ სტუდიაში მოწვევისთვის და დიდი მადლობა ასევე ჩემს მეგობრებს ესეთი დახასიათებისთვის. ვეცდები რა თქმა უნდა არ ვიყოს სიტყვაძუნწი, რაც შეეხება, არის მართლა ესეთი მომენტები, როცა აბსოლუტურად სხვაგან ვარ. შეიძლება უყურებდე მაგალითად ადამიანს და ვფიქრობდე რაღაცაზე და ამ შემთხვევაში არის ცეზარის ნიჭი არ აღმოჩნდა, რომ ყველასთან ის მქონდეს. რა ხანდახან აი რაღაცას შეიძლება წერდე ამ დროს რაღაცას, რაღაცას ვაყალიბებდე და აბსოლუტურად გამოთიშული იყო და ამათ რომ მორჩები მე ის ადამიანი უკვე სხვა რამეზე რო ფიქრობ შეიძლება მე გავცე პასუხი რაც. ანუ შესაძლოა დღეს ჩვენს ეთერშიც დაიწეროს რამე. შეიძლება. ზადა, ვინ დაგარქვათ ბაძო და რატომ დაგარქვათ? ბაძო დამარქვა ჩემი კარის მეზობელი იყო ესეთი ბატონი ბონდო კვატაშიძე, რომელმაც შემარქვა კოდ ბაზილიო. არ ვიცი ეს რა დამსახურების გამო შეიძლება მსუნაგი ვიყავი ბავშვობაში რატო არ ვიცი. დამარქვა და მე თვითონვე შეამოკლა ასე ვთქვათ. და დარჩა ბაძო. დარჩა კი. მართალია რომ სულ ძალით დაამთავრეთ მუსიკალური შვიდწლები და საერთოდ ბავშვობაში არც ფიქრობდით რომ გექნებოდათ მუსიკალური მომავალი. კი, ვთვლი რომ ალბათ ის სისტემა საგანმანათლებლო დაწყებით მუსიკალურ სკოლაში, ისე იყო შედგენილი, რომ ალბათ ყველა ბავშვის გემოვნებაში შეიძლება ვერ ჩამჯდარიყო. ის ნაწარმოებები, რომელსაც მასწავლებდნენ, არ მომწონდა და საერთოდ მუსიკისადმი სიყვარული საკმაოდ გვიან გამიჩნდა. და აი ძალიზალად დავამთავრე ეზოში მაღალი ხე ქონდა მაშინ მოჭრეს მე სამწუხაროდ და იმ ხის კენწეროზე ავდიოდი როცა მოდიოდა მუსიკაზე წასვლის დრო. იქიდან ჩემი ჩამოყვანი არავინ არ იყო. და გიტარა რატომ აიღეთ ხელში ეს რაღაც საყვარელი ჯგუფის გავლენის ქვეშ ხო არ იმყოფება? ეს უკვე მოხდა საკმაოდ გვიან მე ვთვლი უკვე აი სკოლის დამთავრების შემდეგ პრინციპში ალბათ სადღაც უკვე 17-18 წლის ვიყავი გიტარაზე რომ დავიწყე
ნუ მანამდეც მქონდა მცდელობები, მაგრამ ნუ ასეთ სერიოზული მეცადინეობის ხასიათი არ ჰქონდა. და რა თქმა უნდა, იმ დროს უკვე თბილისში აი რაღაც იწყებოდა ის პირველი როკ ფესტივალი, რომელიც ჩატარდა, შემდეგ იყო ბლიცი ჯგუფი, ჭილაშვილების ჯგუფი, რომელშიც მერე შემდეგ მიმიწვიეს უკვე რამდენიმე წლის შემდეგ და აი ამ გავლენით და რა თქმა უნდა, იმ მუსიკით, რომელიც მაშინ ასე ვთქვათ პოპულარული იყო, მომინდა მე თვითონაც დაკვრა. და რა იყო მაშინ თქვენ არაერთხელ აღინიშნებთ, რომ თქვენი საყვარელი ჯგუფი იყო ბიტლზი? კი, არა მარტო ბიტლზი, მაგრამ განსაკუთრებით ბიტლზი მიყვარს, იმიტომ რომ ვთვლი რომ ეს ჯგუფი იყო საერთოდ აი შექმნის და განვითარების ეტაპების მიხედვით, აი მართლა სამაგალითო. უმოკლეს ვადაში 7-8 წელიწადში 14 ალბომი გამოუშვეს, რომლებიც ერთმანეთზე უკეთესია და ეს ჯგუფი იყო მზარდი და თითოეული მათი სიმღერა, ხო, ნუ აი სხვა ჯგუფებს აქვთ მაგალითად 5-6 გამავალი სიმღერა და შეიძლება 2 სიმღერა იყოს ალბომში კარგი და აი ბიტლსების საშუალო სიმღერა მე არ მახსოვს. სულ ერთმანეთზე კაი სიმღერები და თითოეული სიმღერა არის ცალკე მუსიკალური მიმართულება. რასაც მე ასევე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ეს ფაქტი. თუმცა მე როგორც გავიგე, თქვენს ოჯახში ინახება ბიტლზების ნოტები, რომლებზეც გარკვეულ ფურცლებზე არის გარკვეული გადანახაზები გაქვთ გაკეთებული. აი რატომ რა მოაჩინეთ მათში ისეთი? არა, ეს რა თქმა უნდა ბიტლზების ნოტებში ვერ ჩავერებ, ეს არის უბრალოდ რუსული გამოცემა წიგნი, რომელიც ალბათ თავის დროზე რომ მქონოდა მე ეს წიგნი. ანუ არასწორად არის დაბეჭდილი სიმღერა. აი, უკვე თვითონ შეიძლება გარჩეულიც, იმიტომ რომ ეს სიმღერების შემდეგ ტაბულირება და ჩაწერა ხდება სხვადასხვა მეთოდებით. ეს არ არის ბიტლსებისგან მოპოვებული ორიგინალები, შეიძლება ვიღაც მუსიკოს თხოვენ, რომელიც უბრალოდ უსმენს და ამას წერს და. ზოგადად თქვენს დაკვირვებულობაზე მეტყველე. ის იმდენად მიყვარდა ბიტლსები, რომ თითქმის ყველა სიმღერის დაკვრა ვიცი. გადაასწორეთ მთელი კრებული. როდესაც მე იქ ჩავხედე, ნუ აშკარად იყო რაღაც. შეიძლება ეს გამოპარული იყო, შეიძლება უბრალოდ არასწორად ჩაწერილი, მაგრამ ნამდვილად არის 2-3 შეცდომები წიგნში. მე მინდა მაყურებელს შევახსენო ჩვენი ტელეფონის ნომერი 91 061, ასევე შეგიძლიათ შეკითხვები 63 მაპატიეთ, ასევე შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ SMS-ების საშუალებით ჯევსელიდან 1030 და მაგთიდან 1050. შეკითხვები შეგიძლიათ დაუსვათ დღეს უცნობის სტუმარს. სადაც საკმაოდ ესეთი სერიოზული პროფესია გაქვთ, ჰიდროტექნიკოსი და ჰიდროტექნიკა და კანალიზაცია. სანტექნიკა. თუ სანტექნიკა. ჰიდროტექნიკა და სანტექნიკა ესე რქვა ფაკულტეტს, ნუ ერთად იყო ეს. თუ არ მომარაგებაც, ანუ მთელი სახლის გეგმარება და ყველაფერი, ნუ მშენებლობა და ქალაქ დაგეგმარება, ყველაფერი შედიოდა ამ განხრით. ნუ ჩემი სპეციალობა ასეთი არჩევა. ჩემი სპეციალობა იყო ჰიდროტექნიკური მშენებლობა. ანუ აი ეს კაშხლები რაც არის, წყალსაცავები და ასე შემდეგ და ასე. ნუ ეს მამის გავლენით მოხდა, თვითონ იყო საკმაოდ ცნობილი ჰიდროტექნიკოსი. და იცით რა, მაშინ აი მუსიკა ითვლებოდა რაღაც მეორე ხარისხოვან სპეციალობად, რომლითაც ალბათ მაშინ წარმოუდგენელი იყო არსებობა. არ შეიძლებოდა ეს ყოფილიყო პროფესია ალბათ. არა, ნუ იყო რამდენიმე ჯგუფი საქართველოში, რომელიც პროფესიონალები იყვნენ მართლა და შესაშურიც არის ხა მათი პროფესიონალიზმი, არ ჩამოვთვლი ყველამ კარგად შესანიშნავი ჯგუფები, მაგრამ მაინც თვითონ ამ მუსიკოსებსაც ყოველთვის რაღაცა ინსტიტუტში მაინც ყველა შედიოდა და სწავლობდა რომ რაღაც ეს არ ვიცი ეს დიპლომის ეს იყო ფაქტორი რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ეს დიპლომი და მეც რა თქმა უნდა შევედი ამ სპეციალობით და თვითონ ის მიმართულებაც რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა დიდი პერსპექტივით რა თქმა უნდა მაშინ არ შეიძლებოდა ამაზე ფიქრი იმიტომ რომ ამ მუსიკას ნუ მაინც ისეთი გასახანი არ ქონდა საქართველოში არ ვიცი ხელოვნურად თუ ბუნებრივად რაღაც ცდილობდნენ რომ მაინც მეორე პლანზე ყოფილიყო. და რამდენად გამოგადგა ცხოვრებაში ჰიდროტექნიკოსის პროფესია? ვერ გეტყვი თუ გამომადგა, პრინციპში ამ გადასახედიდან დაკარგული წლები არის და ის წლები მაგალითად რაღაც უფრო მუსიკის სწავლაში ალბათ უფრო იმიტომ რომ ამ პროფესიით არ მიმუშავია დაახლოებით 6 თვე აუცილებელი რაც იყო ინსტიტუტის განაწილების შემდეგ აი ეს 6 თვე და შემდეგ უკვე მაგრამ აი ხომ არ ნანებთ იქნება არის რაღაც პროფესია რაც შეიძლება დააგერჩიათ და ტყუილად დაკარგული წლები არ ყოფილიყო აი რა არის ასეთი იცი არა ამ გადასახედიდან მუსიკის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და ალბათ მუსიკალური განათლება ნუ სამწუხაროდ ჩვენთან აი ესეთი სკოლა ნუ მაღალი დონის სკოლა ახლა ნუ რა ვიცი მეწყუნება მაგრამ არა გვაქვს საესტრადო მიმართულებით რასაც ვერ ვიტყვით კლასიკურზე კლასიკურში გვაქვს ნამდვილად კარგი სკოლა იგივე კონსერვატორია იგივე სხვა
ინსტანციები და შედეგიც არ აყოლნებს, იმიტომ რომ კლასიკურ მუსიკაში ქართულ მუსიკოსებს როგორც ინსტრუმენტალისტებს, ასევე ვოკალისტებს საკმაოდ კარგი შედეგები აქვთ და აი ესტრადას რაც ეხება აქ ალბათ. კი, მაგრამ აი თქვენ აშკარად გაქვთ მუსიკალურ, თუნდაც ის რომ შეგიძლიათ ნოტებში ამოიკითხოთ შეცდომა, ეს იმაზე მეტყობს, რომ მუსიკალური განათლება კარგი გაქვთ მიღებული, აი ეს იმ შვიდწლეთში მიიღეთ, რომელიც ასე არ გიყვარდა. იცით რა არის, ახლა აქ უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან ესტრადა და საერთო მუსიკალური განათლება, იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა ეს მუსიკალური განათლება ეს თეორიული იქნება თუ პრაქტიკული აუცილებელია, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა გვავიწყდება, რომ ესტრადა არის ის სფერო, აი მაგალითად რომ ვახსენე კლასიკური მუსიკა, ეს უფრო კონსერვატორული არის და აი სკოლა, რომელიც ჩამოყალიბებულია იგივე ხმის დაყენების, იგივე ფორტეპიანოზე ტექნიკა, ხო? ეს არის ასწლეულების მიღებული უკვე და აპრობირებული და ჩამოყალიბებული და ესტრადა 6 თვეში ერთხელ ძველდება. და ისეთ ქვეყანას როგორც საქართველო, აი ამ ფერხულში სიარული ხდება განახლება. ხო, რეალურად არ შეუძლია, იმიტომ რომ ელემენტარულად მუსიკალური მაღაზია სულ რამდენიმე წლის წინ გაიხსნა ნორმალური საქართველოს, სადაც შეგიძლია განასხვაო, რომ აი რატო გჭირდება შენ ეს გიტარა და არა ეს. რატო გჭირდება შენ ეს მიკროფონი, რატო უხდება. აი ამის ყველაფერი. შემდეგ ტექნიკა, რომელიც დღეს ჩაწერებისათვის არის აუცილებელი, რამდენიმე წელია რაც შემოვიდა ესეთი ტექნიკა მაღალი დონის საქართველოში და თვითონ აი ამ ყველაფერს უნდა სხვანაირი ცოდნა და ათვისება რა თქმა უნდა. ამიტომ საკმაოდ ისეთი შედეგებიც სახეზეა. ზაზა, ვინც კარგად გიცნობთ, თქვენმა მეგობრებმა აღნიშნეს, ძალიან კარგად გეხერხებათ რემონტის კეთება, საოჯახო თუ ბევრი არასაოჯახო საქმის გაკეთება, მოკლედ ჭირკედელაობა. რა გამოგდით ყველაზე კარგად? ვერ გეტყვი, რა არის. აი სახში რემონტიც ფაქტურად აი აქ შეიძლება გამომადგა ის ინსტიტუტის გამოცდილება, მაინც მშენებლობაა და ძირითადი პრინციპები როცა სწორად გაიყვანეთ წყალი სახლში. ხო, რა თქმა უნდა, აი იცი მაგალითად როგორ გათბობის სისტემები როგორ ყველაფერი და ძირითადად ესე იგი სამუშაო წარმოებლის გარეშე მე თვითონ ძირითადად ვედექი ხელოსნობის თავზე და პროექტირებაც პრინციპში საბინის მე გავაკეთე, უკვე შემდეგ უკვე როცა დიზაინზე და ფერებზე მივიდა საქმე, აქ უკვე ჩარევარ. თქვენ ალბათ იცით რომ ამ გადაცემაში ჩემს გარდა კითხავთ თქვენი მეგობრებისგან, მოდით მოусმინოთ ბატონ მამუკაღლენს, რომელიც პასუხის მიღებას ელოდება თქვენგან. ბაძო, აუხსენი მაყურებლებს რატო გეძახიან შენი მაესტროელი მეგობრები ინტრიგანს? რატომ გეძახიან ინტრიგანს? მამუკამ სწორად აღნიშნა, რომ მაესტროელი მეგობრები სხვა ინტრიგანს არ მეძახიან. იცით რა არის? მე ვთვლი, რომ ადამიანი, როდესაც თვითკმაყოფილი არის, ხო, მისი საქმე იქ შემოქმედებითი მთავრდება. და როდესაც საუბრობთ ჩვენ შემოქმედებაზე, ხელოვნებაზე, თუნდაც ხშირად ვთქვათ მაესტროს ეთერზე, ხო, მე უფრო მაქვს ხოლმე რაღაც შენიშვნები. და აი რაც კარგია, ხო, იმაზე შეიძლება ორი სიტყვით თქვა, რომ ეს კარგია, მაგალითად მეც მომწონს და აღარ ჩაუღრმავდე და ალბათ შეცდომებზე და რაღაცაზე რაც არ მოგწონს, უფრო მეტი არის ალაპარაკო და საფიქრალი, რომ რატომ რომ ყოველთვის წინ წახვიდე და ამიტომ, რა ვიცი, ეს ინტრიგანის სტატუსი მაესტროში. კარგი, ჩვენ საუბარს ცოტა ხნის შემდეგ გავაგრძელებთ, გადაცემაში რეკლამის დრო. მე შეგახსენებთ ეთერშია გადაცემა უცნობის როლში ზაზა ხვიციშვილი. ზაზა, ისე როგორც ყველა მუსიკოსი, ალბათ თქვენც აქცევთ ყურადღებას ისეთ ნიუანსებს, როგორიც არის მაგალითად ინსტრუმენტის ფირმა, ხარისხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი, როდესაც თქვენი პირველი გიტარის ყიდვაზე მიდგა საქმე, რა პრინციპით ხელმძღვანელობთ? საერთოდ არსებობს ეს პრინციპი, რომელიც ყველა მიცის, რომ ისეთი მდიდარი არ ვარ, რომ ვიყიდო ცუდი. რომ თუ კი დგება ის მომენტი, რომ უნდა ცვალო ინსტრუმენტი და ცვალო, ბარემ ჯობია, რომ იყიდო კარგი. მაგრამ ეს კარგი საკმაოდ, როგორც ვთქვი, საკმაოდ რთული იყო იმ პერიოდში, ჩემი მეგობრების უმრავლესობა, მაშინ როდესაც ვიწყებდით დაკვრას, ასე ვთქვათ, თვითნაკეთი თბილისში გაკეთებული ინსტრუმენტებზე, აი რაღაც საამქროები იყო, სადაც ნახაზები მიქონდათ, აი ჟურნალებიდან იხატავდნენ და ასე ქმნიდნენ გიტარებს, იმიტომ რაც გამოდიოდა საბჭოთა კავშირში, არაფრად არ ვარგოდა იმაზე სწავლა და აი
ესე იგი სოციალისტური ქვეყნების ბაზრიდან რაც შემოდიოდა ის ინსტრუმენტებიც შორს იყო კარგისგან. მაგრამ უკაცრავად გაგაწყვეტინებთ, აი ნახაზით შექმნილი გიტარა არ კარგავს ხმას, არ კარგავს იმ თვისებას, რაც საჭირო ქონდეს კარგი. არა, რა თქმა უნდა, კარგავს, მაგრამ როდესაც ადამიანს საერთოდ არ აქვს, მიდიოდნენ, რეალურად მომარაგების საქმე ძალიან ცუდად იყო. ჩემი პირველი გიტარა ესეთი იყო, როგორც გითხარით, ჩეხური, რომელიც პრინციპში ძალიან მალე მწყობრიდან გამოვიდა. შემდეგ ძალიან რთული არის, როცა ინსტრუმენტი ხშირად იშლება სცენაზე, იმით დაკვრა. იმიტომ რომ როდესაც სცენაზე ხმაურია, იმის აწყობა და ის ყოველთვის პრობლემებს ქმნის. პირველი ინსტრუმენტი ეს ისტორია ალბათ ძალიან ბევრჯერ მაქვს მოყვული, მაგრამ ვეცდები კიდევ ერთხელ მოვყვე. აი ეს ამის შემდეგ უკვე ინსტრუმენტი გადავწყვიტე რომ ყოფილიყო სერიოზული, მაგრამ ეს სერიოზული თანხა ზღირდა იმ დროს. ხო, მამაჩემს პრინციპში მე ესეთი პრეტენზიული შვილი არ ვიყავი, არასოდეს არ მქონია ჩაცმაზე პრეტენზია, არ გამომითქვია რომ მანქანა უნდა მიყიდოთ 16 წლის ასაკში ან 15-ის და ერთადერთი რაც იყო ეს ინსტრუმენტი ვთხოვე და ხო გიტარას როგორ არ გიყიდიო მეთქრა და ეხლა ეს მივხვდი მაშინ რომ ჯერ ფას რო ვეთყოდი კიდე შორს იყო ეს ყიდვისგან. ხო და ერთ მეზღვაურ გემზე მუშაობდა ერთი ეხლა უკვე მეგობარია ჩემი ის რომელმაც ჩამოიტანა იქ უკრავდა გემზე და ეს ერთ-ერთი Fender-ის Stratocaster-ი ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ინსტრუმენტი არის და იმ დროს პრინციპში თბილისში მე მგონი არავის არ ქონდა თუ ერთი კიდე იყო ასე თქვა და ხო როგორ არ გიყიდიო გიტარასო შენ უნდა უკარიო და რა ღირსო და რა უთხარი თანხა დაახლოებით ამ გადასახედიდან რო გითხრათ ერთი ჟიგულის ფასი ღირდა და გადაირია კაცი ესეთ რაღაც არ წარმოვედგინა რომ გიტარა შეიძლება ამდენი ღირდეს და არა მაგდენსო როგორ რაღაცა აუ მე ჩავარდი ესე იგი ტრაუში ამდენიმე დღე მე დეჩემა ესე მიშუ ამდგომლა რომ ერთი ინსტრუმენტიო და თუ გაქვს საშუალება ხო და მე დამიძახა მამაჩემა და მაინც რა გიტარაო რომ მკითხა ეს უკვე მივხვდი რომ 50% საქმე გაკეთებული იყო გადმოვიღე ეს ჩემი პლაკატები ჯიმი ჰენდრიქსი ერი კლაპტონი ამ გიტარაზე უკრავდნენ Dire Straits Pink Floyd-ის სხვადასხვა Pink Floyd-ი ძალიან უყვარდა მამაჩემს ეს ჯგუფი და ის ვაჭრე და აი ეს გიტარა რა ზუსტად ეს არის და რითი არისო ხალხს ანიშნა აუხსენი რომ ეს კეთდება კანადური ნეკერჩლისგან არის ხელნაკეთები აქვს ესეთი ხო დაკვირვე რომ მოუყევი და ეს ის რა არის მარკ შეიდერის ესეთი კარგი თუა ერთი ჩემთვის მოიტანა და მაშინ მიყიდა და დღესაც ამ ინსტრუმენტზე უკრავდა ფაქტურად გაამართლა თავისი დანიშნულება და თანხაც და სახელიც და ყველაფერი იმიტომ რომ აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ და აი ახალისის რა თქმა უნდა ხა გიტარის აკუსტიკურიც სჭირდება ეს ხო მაგრამ ნუ ელექტროგიტარა მოთხოვნილება სხვა ინსტრუმენტის შეჯიბრებით არ აქვს. და ყველა მიცის რომ თქვენ თავეთქმნით თქვენივე სიმღერების ტექსტებს, მაგრამ არავინ იცის როგორ იქნება ისინი. აი არსებობს თუ არა რაღაცა ამოჩემებული კუთხე სახლში, ან შეიძლება არა სახლში და სადმე სხვაგან, სადაც გიყვართ და გიადვილდებათ წერა. ხო, ძირითადად ეს მაინც სახლში ხდება, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება სახლში უკვე დაფიქსირება რაღაცა მოფიქრებულის ან მოგონებულის. ნუ საერთოდ ძალიან ბევრ კომპოზიტორს უთქვამს, რომ ნოტები ხარში დაფრინავენ და შენ ამას იჭერ. რასაც შეიძლება მუზა დავარქოთ. ხო, აი რაღაცა მოდის და შემდეგ ალბათ თუ ადამიანი სიმღერებს წერს და ამას სისტემატურად აკეთებს, რაღაცა გამოცდილება და ცოდნაც უნდა აი კომპოზიციურად როგორ აიგოს სიმღერა, რომ კარგია მარცვალსო დაიჭერ მელოდიის, რომელიც შეიძლება ან თემა არის, ან მისამღერი, მაგრამ მე ამ სიმღერის კარგად აწყობა, რაც თავარია, თვითონ სიმღერის წერაშიც ადამიანს ალბათ უნდა კონდეს თავის ხელწერა რაღაცნაირი, რითიც ის გამორჩეული იქნება. საერთოდ დასავლეთში ნომერი პირველი კრიტერიუმი არის style, ამბობენ სტილი თუ აქვს ადამიანს თავისი, რითაც მაგალითად განსხვავდება სხვებისგან. ნუ აი ესეთი ვერ გეტყვით ზოგ შემთხვევაში უსწრებს წინ ტექსტი, ხშირ შემთხვევაში მუსიკა არის, შემდეგ ტექსტზე ვფიქრობ. აი რაღაც ფორმულა ესეთი მართლა არ მაქვს თუ აი მაგალითად. მუზის მელოდიაში. მუზის მელოდიაში. ხშირად აი გიტარაზე უკრავ და ხანდახან ტელევიზორი ჩართული მაქვს, ოღონდ ხმა გამორთული. და უყურებ და რაღაცას და უცბად დავიჭირ რაღაც ფრაზას. მე ძალიან მაღიზიანებს მე საერთოდ პლაგიატის მომენტი და სხვათა შორის აი კომპლექსიც მაქვს ხოლმე ხშირად, იმიტომ რომ იხსენებთ რომ რაღაცა არის. ხო, ეს ხო არ არის, ხო, ეს სადღაც მოსმენილი ხო არ გამახსენდა, ჩემია თუ არა.
ჩემ მეგობრებსაც ვეკითხები ხომ აი ვაკის პარკის ბიჭებს რომ ეს იმას ხო არ გავს ეს ამას ხო არ გავს და პრინციპში ალბათ ძალიან რთული არის რომ არ გავდეს მაგრამ აი გავლენა მისაღებია ჩემთვის და მიბაძვა არავის და ნუ დღეს იმდენი რაღაცაა შექმნილი უკვე მსოფლიო შოუ ბიზნესში რომ რაღაც 30-40% თუ შენს ასაკეთებ უკვე და თქვა 60 გავლენის ქვეშ ახლა უკვე კაი შეიძლება. შეიძლება არც იყოს გავლენის ქვეშ და უბრალოდ იყოს დამთხარ. თუმცა ამიტომ ესეც ხდება, მაგრამ ნუ ეხლა როცა ადამიანის ხშირ შემთხვევაში usmen და იცით რა არის შეიძლება ვთქვათ მელოდია და რაღაც რითმული ნაწილი შეიძლება მის სამღერში იყოს. ამისათვის სხვათა შორის დასავლეთში შექმნილი აქვს სპეციალური ფორმულა და არსებობს 7 თუ არ ვწდები 7 განსხვავებელი ნიშანი რითიც მაგალითად როდესაც იქ ხშირად არის ხოლმე სასამართლო დავები ამის შესახებ რომ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია აცხადებენ რომ აი მაგალითად მომპარა იმან სიმღერა იმან მომპარა სიმღერა და არსებობს აი ესეთი გამასხვავებელი ნიშნები და ამ იმაში სვავენ თუ რითმულად განსხვავდება ვთქვათ მელოდიის ნაწილი აი მაგალითად თუ არის მელოდიური ფრაზა მაგალითად შედგენილი ვთქვათ 10 ნოტისგან აქედან თუ 3 გავს და მე 7 განსხვავდება სხვათა შორის ძალიან დიდ და ცნობილ კომპოზიტორებსაც ქონიათ ამასთან შეხება და პრობლემები თუნდაც ტარი ვერძიევის მუსიკა და იმის love story თუ არ ვწდები ძალიან საინტერესო ინფორმაცია შევეცდით მაგრამ მე ვთვლი რომ იმ შემთხვევაში პლაგიატს ადგილი არ ქონია იმიტომ რომ ჩემთვის ტარი ვერძიევის მუსიკა ბევრად უფრო მიყვარს ვიდრე ის love story ის love story უფრო რაღაც სენტიმენტალური და ისეთია ბანალური და აი ტარი ვერძიევის გაზაფხულის 17 გაილებაში არაჩვეულებრივია და მე განვითარება აქვს ასთავარი არაჩვეულებრივი რომელსაც უკვე გამოგევხარ იმასდისგან რომ იმას შეიძლება იქაც რაღაც დაჭერილი იყო მომენტი მაგრამ ყოველ შემთხვევაში თავის ოსტატობით უკვე ისე გააკეთა რომ ალბათ უდიდესი ნაწარმოები შექმნა ზაზა თქვენზე თქვეს რომ შეუმდგარი სპორტსმენია მე ვიცი რომ მსმენია ამის შესახებ რომ საკმაოდ სერიოზულ სპორტსმენებთან პაექრობაშიც კი გამხდარხართ ეზოს ჩემპიონი კალათბურთში იცი რა არის ეს ინფორმაციები საიდან ჩვენ კარგი ინფორმატორები იმიტომ რომ ჟურნალში წავიკითხე და მან ერთხელ მამული ჩამაც გადმომძახა აივნიდან ერთად ცხოვრობ ჩვენ რაღაც ეზო გვაქვს და იქ ცხოვრობენ შოთა და აჩიკო არველაძეები ნუ შოთა ძირითადად წასულია აჩიკო უფრო ეზოში არის ხოლმე და გადმომძახა იმან რომ როდი მე ვარ მეთამაშე როგორ გახდიო ჩემპიონიო და ჩემგან ეს ინფორმაცია ნამდვილად არ გასულა რომ ეზოში ну რა ვიცი კარგად გამომდის ასე რომ ვთქვათ სპორტის სხვადასხვა ისე ყოველ შემთხვევაში ფეხბურთელებს ამარცხებთ კალათბურთში ეხა გეტყვით მაშინ რომ აჩიკოსთან ვითამაშეთ 3ჯერ და -5-ში 2ჯერ მოუგე და კალათბურთი რო ვითამაშეთ წავაგე იმიტომ რომ სპორტსმენთან ფაქტიურად მოყვარულის მოგება გამორიცხულია თუნდაც ეს კალათბურთი იყოს იმიტომ რომ ისე არის მომზადებული და ისეთი სპორტული ჟინი აქვს რომ მოყვარულს არ შეიძლება ეს კონდეს და მე მაგალითად კალათბურთი რომ მომეგო ხო მართლა მეწყინებოდა იმიტომ რომ ის ნამდვილად ჩემთვის ისეთი სპორტსმენია რომელმაც ქართული ფეხბურთის შორს გაიტანა და ასახელა და მე რომ მომეგო ცოტა ეჭვი შემეპარებოდა იმის იმაში და ეხლა -5 შეიძლება ეს უფრო სროლა არის და კიდევ სპორტის რომელი სახეობით ხართ დაინტერესებული მუსიკოსი ну ბავშვობაში თხილამურებზე ვიდექი სანამ ფეხი არ მოვიტეხე და ცურვაზეც დავდიოდი ზაზა რაღაც გარკვეული სპორტული ინტერესივით ჩანდა თქვენი ურთიერთობა თქვენს წინა მანქანასთან ეს იყო საკმაოდ ბებერი 011 რომელთან განშორებაც როგორც გავიგე ძალიან გიჭირდა იცით რა არის ხა ეს უკვე ასე ვთქვათ შეიფუთა ეს საკითხი რომ სხვა მანქანა არ უნდა რეალურად გეტყვით რომ მე საერთოდ არა ვარ ესეთი ადამიანი რომელმაც აი ეს გარეგნული ფორმა ურჩევნია შინაარს და პრინციპში გეგმაზომიერად მიყვარს ყველაფრის კეთება ცხოვრებაში და აი ავტომობილი მართლა ჩემთვის არის გადაადგილების საშუალება ანუ ის ამ ნუ რა თქმა უნდა კომფორტიც კარგია მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ის საკითხი რასაც ქვია ჩემი ბინის რემონტი და იქ გადასვლა და ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის საკითხი რასაც ქვია ხმის ჩამწერი სტუდია რომელიც მეგობრებთან ერთად ასე ვთქვათ დავამთავრეთ გავარემონტეთ და უკვე საშუალება გვაქვს რომ გარდა ამისა მინდა გითხრათ რომ ვაკის პარკს უკვე აქვს თავისი ну რამდენიმე ხანია აქვს თავისი საკონცერტო აპარატურა რომელიც საკმარისი არის აი საქართველოს ქალაქებში აი დაახლოებით თეატრის 500-600 კაცზე დარბაზებში ესენი ჩემთვის ყველაფერი უფრო მნიშვნელოვანია ანუ მოგვარდა პირველადი პრობლემები პირველადი რაღაცები მოგვარდა და შემდეგ უკვე როცა რაღაც თანხა გამოჩნდა მანქანაც გამოცვალე
არ გიყვართ და ღიზიანდებით, როდესაც ვინმე არ ყოფს მოძრაობის წესებს. საერთოდ ესეთი მძღოლი ხართ, რომ არასოდეს უხოთ დაწესებული კანონისგან. იცით რა არის? აი მაგალითად თუ ღამის 2 საათზე მოდიხარ და აბსოლუტურად არავინ არ არის და წითელ შუქნიშანზე ეს შეიძლება ცოტა სასაცილოც იყოს, იმიტომ რომ რეალურად ნიშნები იმისათვის არსებობს, რომ მოძრაობა მოაწესრიგოს და თუ ის მოძრაობა არ არის პრინციპში და აბსოლუტურად საღიმი, მაგრამ მაინც ვცდილობ, რომ არ დაარღვე. იცით რა არის? მე ესეთი მიდგომა მაქვს, რომ ხალხი თუ წესიერი არ გახდა ქართველი ხალხი. მე ვთვლი, რომ საკმაოდ უწესოა ქართველი ვართ. რა თქმა უნდა, და ეს მაგალითად, როდესაც ჩვენ ქართველი ხალხის კულტურაზე ვლაპარაკობთ, ხო? ეს კულტურა არ არის მარტო ლიანა ისაკაძე და რობიკო სტუროა და ეს კიდე სხვა საკითხია, რომელიც მართლა ის არის, მაგრამ საყოფაცხოვრებო კულტურა არის ის, რაც ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხდება, რა თქმა უნდა. იგივე ბაზარში, იგივე მოძრაობის წესების დროს და ნუ რაღაც აი მგონია, რომ ძალიან ამბიციური აი ყველა ცდილობს რომ აი გაგასწროს პირველი აი რატო მე ხომ ამ გზაზე მივიდივარ და შენზე წინ დგავარ ხო კეთილი ინებე და იგივე რიგში დგომა იგივე ხო და უწესო ხალხი მე ვფიქრობ რომ წესიერ ქვეყანას ვერ ააშენებს და აი ამაზე რაღაც მე ვფიქრობ რომ რაღაც უნდა ჩამოყალიბდეს რაღაცა პროგრამასავით რაღაცა იდეოლოგია რომელიცაც საბოლოო ჯამში ჩვენ განვასხვავებთ კარგ ადამიანს და კარგ წევრს საზოგადოების ცუდისგან. თუმცა ამ იდეოლოგიას დღეს ჩვენ ვერ შევქმნით ეთერში, ჯობია გადაცემა გავაგრძელოთ. თუ არ ვწდები, თქვენ ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც ცოტა ხანი შეეშვით მუსიკას და დაიწყეთ ბიზნესი. აი რამდენად ივარგეთ ბიზნესმენის ამპლუაში? მე მინდა გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა იყო გამოწვეული აუცილებლობით საკმაოდ მძიმე სიტუაცია იყო საქართველოში და პრინციპში ჩვენ ოჯახში ისე მოხდა რომ ნუ მამაჩემს რაღაც პრობლემები შეექმნა ჯანმრთელობის მხრივ და ნუ დადგა ისე საკითხი რომ ჩემს გარდა ფაქტურად და იყო ესეთი საკმაოდ ნორმალური ესეთი წარმატებული ბიზნესიც იყო მაგრამ რა თქმა უნდა მაშინ მივხვდი რომ ჩემი საქმე არ იყო და როცა შემდეგ სხვა უფრო დამატებითი რაღაც შემოსავლები და ეს მუსიკა გაჩნდა, რა თქმა უნდა, მაშინვე მოვეშვა. საერთოდ მომჭირნე ადამიანი ბრძანდებით, იცით გამიზნულად რაში დახარჯავთ ფულს თუ გიყვართ ფლანგვა? არა, ფლანგვა არ მეყვარს. ნუ ფლანგვა მაგალითად მეგობრებთან ერთად, როდესაც აი ეს კერძებზე და რაღაცაზე, აი ამ საკითხში მიყვარს ასე ვთქვათ. შეიძლება საშუალება მაქვს დაპატიჟება ვთქვათ მეგობრების და აი ესე მაგალითად ტანსაცმელში რაღაც ძვირფას სათვალეში აი ეს რაღაცებში ფულს ძალიან რთულად პრაქტიკულად არ ისევ თქვენს მეგობარს მოусმენთ ამჯერად კითხვას კოტენონიკოვი დაგისვამთ ბაძო არამისთვის არ არის საიდუმლო რომ შენ ხარ არაჩვეულებრივი მგზავრეული და მე მინდა მოყვე ეს ისტორია როგორ დაიწყო ეს და როდის ზარეულობაზე იყო შეკითხვა. ეს ესეთი თემა არის. იცით რა არის, არავის არ უსწავლებია ჩემთვის, აი ეს რომ რაღაც კურსებზე მეულოზე. პრინციპში საკმაოდ ესეთი დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი ბავშვობიდან. იმიტომ რომ სახლში მიხდებოდა მარტო დარჩენა ხშირად. და უკვე ბავშვობის ასაკში ვისწავლე კვერცხის შეწვა, შემდეგ თქვა კარტოფილის შეწვა და ასე შემდეგ ანუ мама რა თქმა უნდა ძალიან ადრე გადავიდა სახლიდან, დედაც უცხოენებში კითხულობს ახლაც გერმანულს და ლექციები ჰქონდა. მე ვსწავლობდი მეორე სმენაში, ამიტომ დილით მარტო ვდგებოდი. გიწევდა და დილით მარტო ხარ. და ხშირ შემთხვევაში რაღაცა მომზადებული ვხდო. შემდეგ უკვე პრინციპში აი რაღაცების დაკვირვებით ალბათ და რაღაც მონდომებით და ჩემი ხასიათი ალბათ აი ბაზარშიც ვლინდება, იმიტომ რომ აი მიყვარს ძალიან ისე არჩევა პროდუქტის და მე ვთვლი რომ აი ეს კარგი საჭმლის გაკეთება ყოველთვის იწყება ბაზრიდან. იმიტომ რომ თუ პროდუქტი ხარისხიანი და კარგი არ არჩიე ძალიან რა თქმა უნდა არ გამოვა. და კიდევ არის ერთი ის რომ მიყვარს ყოველთვის სეზონური რაღაცების კეთება, იმიტომ რომ თუ სეზონი არ არის, ყველაფერს აი მაგალითად რო დავაკონკრეტოთ, აი მაგალითად ეხლა ტარხუნას აქვს აბსოლუტურად ისეთი გემო, რომ აი ტარხუნის კერძები გემრიელი არ გამოდის. იმიტომ რომ უკვე გემო შეცვლილი აქვს, გაზაფხულის გემო არა.
სასმელის კარგი დეგუსტატორით ბრძანდებით, წარმოშობით კახელი, კახურ-ღვინოს ცემთ პატივს თუ მაინც განსხვავებული გემოვნება გაქვთ? კახურ-ღვინოს ვცემ ყველაზე დიდ პატივს, მიყვარს ესეთი ტანინიანი, ესე იგი, საერთოდ არსებობს ორი ტექნოლოგია, ევროპული და კახური ღვინის წარმოების. ანუ ქარხნულ ღვინოს ეძახიან, ესეთი გაფილტრულ ევროპულ ღვინოს და კახური. მე მიყვარს უფრო კახური ღვინო. ნამდვილი ტანი. ნამდვილი ტანინიანი კახური ღვინო. ლუდის კათხების შეგროვება დიდი ხანია დაიწყეთ. ლუდის კათხების დიდი ხანი არ არის. აი ხა მე და ჩემი ცოლი საქორწინო მოგზაურობაში გერმანიაში ვიყავით და იქ ვიყიდეთ პრინციპში და ნუ შემდეგ მინდა რომ დავამატო რა თქმა უნდა შეძლებს დაგვარად. თქვენთვის საკმაოდ ნაცნობი საქმიანობა, თევზაობა და ნადირობა, თუმცა ამ ბოლო დროს აღარ წყალობთ ამ საქმიანობას, რატომ ცხოველების მიმართ სოლიდარობამ გძლიათ? მართალია გითხრათ კი, საერთოდ აი ცხოველზე უფრო ყოველთვის მიჭირდა ნადირობა. კი მივიდიოდი ხოლმე ხან მეგობრების ხათრით, ხან ისედაც და რა ცხოველი უფრო ფრინველი უფრო თითქოს რაღაც არ ვიცი ხა დიდი სხვაობა არის თუ არა ამ ხრივ. მაგრამ ფრინველზე უფრო ადვილად დავდიოდი მწყერზე ძირითადად. თევზაობას რაც შეეხება, ნუ აქაც მეგობრებთან ერთად ვეღარ ვახერხებ, იმიტომ რომ ეს ადგილები სათევზაო რაღაც საკმაოდ ზოგი შორს არის, ნუ უნდა 2 დღე მაინც უნდა. ეს ნამდვილი თევზაობაა თუ სისტემით ვიყიდოთ თევზი ბაზარში და წავიღოთ? ძირითადად ნამდვილი არის ხოლმე, ერთი კარგი ამბავი და მოგიყვეთ. ესე იგი, ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, ირაკლი ხუციშვილი, ისიც არის ესეთი მეთევზე ძალიან და სხვათა შორის ძალიან ნერვიულობს ხოლმე და განიცდის, როცა ვერ იჭერს და ერთხელ გადავწყვიტეთ სათევზაო წასვლა და წინა დღეს დავიწყეთ მზადება და ამ საქმეში ჩავითრიეთ ჩვენი შედარებით გამოუცდელი მეგობარი ლევან აბაშიძე. ნუ ეს მოსახელე და მოგვარი არის იმ მსახიობი ლევანი. და ნუ ლევანი მანამდე ჩვენთან ერთად არ ყოფილა სათევზაოდ. მივედით საღამოს და არა, უბრალოდ უთხარით რომ გამოგივლით ახლა და უნდა გავემზადოთ და ხვალდილას ადრე მივიდივართ სათევზაოდ, სადღაც დაგვატიდეს სათევზაოდ. და ესე იგი მივედით სახში საღამოს და რაღაცები მოვამზადოთ ეს საჭმის ჭია თუ რაღაცა ეს ნემსკავები, ანკესები უნდა მოვიყვანოთ ის რომ გავიდეთ დილით ადრე. და მე და ირაკლი შევდივართ ლევანთან და ხედავთ სკამში სავარძელს ზის და გადაშლილი აქვს წიგნი თევზაობა საქართველოში აწერია. ანუ მეცადინეობდა წინა საღამოს თევზაობაში. დავცინეთ საშინლად. საშინლად დავცინეთ რომ აუ ეს რა არის და რა უნდა წაეკითხო მან და ესე იგი მეორე დილას გათენდა წავედით. დავდექით სათევზაოდ და ესე მე და ირაკლი გამოცდილი მეთევზეები ამბავ წვალობ და ნუ არ მოდის თევზი, არის საკმაოდ პატარა და დიდ ნემსკავს აწვალებს ხოლმე ესე და ნუ წვალობ ირაკლის ნერვები ეშლება, მეც ნერვები მეშლება, ბოლოს როგორც იქნა ამოვიყვანთ და არის რაღაცა პატარა ჭიჭყინე ესეთი და ეს ლევანი წვენა ძის და მეცადინები. უცბად 1 წუთში 3 კილოიანი ესე რა სარკისებრი კობრი ამოათრია. აუ გადავიდი ეთორი. თევზაობაში ცოტა ეს შურიანობის მომენტიც არის რა, სხვა რო იჭერს და შენ არა ნერვები გეშლება. გავიდა 5 წუთი მეორე ამოათრია და მესამე ამოათრია კიდევ მე და ირაკლი ჩვენი ანკესები დავამტრიეთ. ეს ნამეცადინება ადამიანებმა გვაჯობა ჩვენს რო გადაგაკეთეთ. გამეორება ცოდნის ზედა. და საკმაოდ ხშირად მოგზაურობთ გერმანიაში და თუ არ ვწდები იქაურ კლუბებშიც უკრავთ ხოლმე. კი. ნუ მყავს ესეთი მეგობარი და სიძე პეტრ ცუფალი, რომელიც არის არაჩვეულებრივი ადამიანი და არაჩვეულებრივი მუსიკოსი, რომელსაც ყავს ტრიო თავისი ჯგუფი, პრინციპში არაპროფესიონალი არის, იმიტომ რომ თავის საქმე აქვს და საღამოებით სიამოვნებით, ესე იგი როგორც დამატებით ის უკრავს კლუბებში სხვადასხვა ქალაქებში, მიუნხენში, შტუტგარტში და ასე შემდეგ. და მასთან ერთად მეოთხე კაცად ვემატები ხოლმე მე ეს ვაკის პარკის კონცერტები არ არის და მინდა გითხრათ რომ ალბათ ყველაზე კარგი შთაბეჭდილებები ერთ-ერთი არის ხოლმე იქ. იმიტომ რომ მე მაინც ვთვლი რომ იქაური პუბლიკა ცოტა სხვანაირად არის დამოხტული ვიდრე ქართული. ქართული მაინც ცოტა იცით აი გემოვნებაში ცოტა მე ვთვლი რომ ჩემი გემოვნება უფრო იქაური არის. ამიტომაც არ გიყვართ ქართულ ეგრეთ წოდებულ შოუ ბიზნესურ თავყრილობებში გამოჩენა. არა, ნუ ეს კიდე შეიძლება ჩემი სხვა ის არის, მაგრამ იცით რა არის, აი არ მიყვარს ხელოვნურად შექმნილი და არ მიყვარს თვალთმაქცობა. აი მაგალითად, როდესაც კლიპის თქვათ პრეზენტაციაზე აუცილებელი არის წასვლა, ხო?
და აი არ მიყვარს იქ რომ აი მე რა გადასარევი იყო როგორ ვისიამოვნე და მე რომ გამოდიხარ და აუ რა ცუდი იყო და აი რა უნდა უთხრა ადამიანს ეხლა ვერ ეთქვი როგორც არ უნდა ის რა ქვია და ძირითადად უმრავლესობა კლიპების არ მომწონს იმიტომ რომ ძირითადად აგებული არის რაღაც აი ლამას სცენებზე რაღაც აი ანუ სხვა ესთეტიკა არის ჩემ ესთეტიკაში არანაირად არ ზის და ეხლა თუ მართლა მომეწონა ხო მე თვითონ აი მაგათად ბაკურ ბურდულის კლიპი მომეწონა და მე თვითონ დაურეკე და მიულოცე და უთხარი რომ აი ესეთი კლიპები მომწონს ძალიან. იგივე რამდენიმე შემთხვევა იყო სხვადასხვა კლიპი მომეწონა. სხვათა შორის ამ რეჟისორის კლიპები მომწონს რომ ლიფონავა. გიორგი ლიფონავა. რამდენად ჩემთვის არის ცნობილი ზაზა ხუციშვილი არა მარტო სცენაზე ამჟღავნებს თავის ნიშს, მე მგონი თქვენ მეგობრებთან ერთად არ არის თქვენთვის უცნობი ისეთი მინი კონცერტები სახლის გარემოში და ასევე რამდენადაც ვიცი, მე მგონი თქვენ პარტნიორობას გიწევთ ხოლმე თქვენი მეგობარი, ჩვენი ექს-პრეზიდენტის ვაჟი ბატონი პაატა შევარდნაძე, მასთან მგონი სიმღერაც გაქვთ ჩაწერილი. კი. ნუ ეს ხდება აი ჩემი მეგობარი ერთ-ერთი ძალიან ახლობელი დათო დუმბაძე არის ბიზნესმენი და არის ნუ ესეთი ბიტლომანი ალბათ არ ვიცი პოლ მაკარტნიმ რო იცოდეს რომ ესეთი ადამიანი საქართველოში არსებობს ალბათ სტუმრად მაინც ჩამოვიდო და დათოს თუ არ მიეწევდა და ესე იგი ბავშვობის ოცნება ქონდა მას ყოველთვის თვითონ უკრავდა სანამ ბიზნესში წავიდო და ნუ რა თქმა უნდა ესე სამოყვარულო დონეზე და ეხლა აისრულა ეს ოცნება და სახში წნეთში პირველი ესე ვთქვათ ნახევრად სარდაფისნაირი ნახევრად მიწაშილო არის ესეთი უფრო სტუდიათა აქვს გაკეთებული სადაც არის შესანიშნავი ინსტრუმენტები შესანიშნავი გამაძლიერებლები დასარტყამი ინსტრუმენტი და მოკლედ ყველა პირობა არის დაკვირვისთვის და გარშემოც შექმნილი არის ატმოსფერო საოცარი ნუ ბიტლსების კონცერტების აფიშები პლაკატები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ნუ აი პაატაც ისეთი საკმაოდ ბიტლომანი არის უყვარს ძალიან და როდესაც ჩამოდის ხოლმე არა მარტო მაშინ პაატას გარაშეც და პაატასთან ერთად ხშირად ვიკრიბებით იქ და პრინციპში ამ ჩვენი მუსიკალური გემოვნების მონატრება საიმძლების როცა მართლა ეს ყველაფერი ხდებოდა იქ ვახდენთ რეალიზაციას და ხშირად ცოტა კურიოზულიც არის ხოლმე ეს იმიტომ რომ მაინც პროფესიონალები არ ვართ და რამდენჯერმე სხვადასხვა პიროვნებებიც მოსულან ძალიან ცნობილები ხარ ჩამოვთვლი პოლიტიკოსებს და ერთხელ ნუ ისეთ ხმაური გადიოდა დაცვა ჩამოვივარდა რა ხდება კომშიდობა ხო სიმღერაც ჩავწერეთ ბიტლსების ები როუჩი არის სუბოლოში ეს Her Majesty ხო და რაღაც ისეთი სიმღერა არის პატარა ჩვენთან სტუდიაში ესეთი ფაქტიც. თქვენ სამეგობრო წერში აღნიშნეთ, რომ არის ძალიან ბევრი ისეთი უკვე ცნობილი და წარმატებული ბიზნესმენი. რა დამოკიდებულება აქვთ მათ ვაკის პარკის მიმართ? რაც გეუბნებიან, იღებთ თუ არა მათგან შენიშვნებს? ბიზნესმენების აზრი მუსიკოსებზე ასე. იცით რა არის შენიშვნებს, ნუ ხანდახან აი უფრო დათო ვინაიდან უფრო მუსიკაში ჩახედულია და თვითონაც უკრავს, აი ხანდახან ვეუბნება ხოლმე ამ სიმღერას ესე ხო არ დაამთავრებ. ვიღებ ვერ გეტყვით რომ ვიღებ იმიტომ რომ პრინციპში ეს უფრო აი ბოლო ორი ალბომია უფრო კოტესთან უფრო მაქვს ესეთი შემოქმედებითი იმიტომ რომ დათო მაინც ის არის მაინც აი გამჯდარი აქვს ძალიან კარგად ეს ბიტლზების დროის მუსიკა და ხშირ შემთხვევაში მე მინდა იქიდან გამოსვლა რომ აი იმას არ გავდეს და ეს რჩევები ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე უფრო იქითკენ წამყვანი, იმიტომ რომ იმას თავისი რაც უზის კარგად ისეთი უნდა იყოს მე იქიდან ცოტა გამოსვლა მინდა ხოლმე და არ ვეთანხმები ამ საკითხში და სხვა მხრივ ძალიან კარგი პიროვნება არის შესანიშნავი და სხვა რჩევებს იგივე ცხოვრებისეულს სიამოვნებით. ისე მეგობრის შეკითხვის დრო გვაქვს ეთერში ბატონ დათო ჯაფარიძეს მოусმინეთ. მექნება ასეთი კითხვა პატივცემულთან. არის თუ არა საქართველოში შოუ ბიზნესი, რომელსაც ეძახიან ქართულ შოუ ბიზნესს და აქვს თუ არა ამ შოუ ბიზნესს პერსპექტივა გახდეს ნორმალური ცივილური შოუ ბიზნესი, როგორც არის ევროპაში და თუნდაც მსოფლიოში. და რა განსხვავებაა იმ შოუ ბიზნესსა და ამ შოუ ბიზნესს შორის? საკმაოდ გლობალური თემაა, შეიძლება საეთერო დრო არ გვეყოს ამ. ვეცდები ძალიან მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩემი აზრი.
რო ვთქვათ, რომ საქართველოს შოუ ბიზნესი არ არსებობს, არ იქნება სწორი, იმიტომ რომ იმართება კონცერტები, იყიდება კასეტები და იყო რამდენიმე შემთხვევა სპორტის სასახლეში, როდესაც თითქმის გაივსო დაახლოებით 10-12000 მაყურებელი მივიდა და ნუ კონცერტმა ამოიღო ხარჯი და დაახლოებით ერთი იმდენივე შეიძლება ითქვას, ამ შემთხვევაში მოგებაც დატოვა. ეხლა რაც შეეხება გლობალურად ამ საკითხს, რამდენად სწორად არის ჩამოყალიბებული საქართველოში და განვითარებული შოუ ბიზნესი. როდესაც მაგალითად ბიზნესმენი შემოდის ბაზარზე, ვთქვათ ქართულ ბაზარზე, ხო? ის იკვლევს მაგალითად რამდენი ფული შეიძლება ბიზნეს გეგმა როგორც კეთდება, ხო? რამდენი უნდა ჩაიდოს მაგალითად საქმეში, მაგალითად რაღაც ლიმონადის წარმოებაში. შემდეგ რა ადგილს დაიკავებს ეს ლიმონადი სხვა გამაგრილებელ სასმელებს შორის. რამდენ ფულს ხარჯავს ქართველი ხალხი გამაგრილებელ სასმელებში. აი ამის რა სეგმენტი შეიძლება ხო ხდებით როგორ არის. აი ეს უნდა იყოს ჩამოყალიბებული და კარგმა ბიზნესმენმა, მენეჯერმა უნდა იცოდეს ეს, რომ აი მაგალითად გართობაზე რამდენი თანხა იხარჯება, რა ბაზართან აქვს საქმე, რა ჯდება ალბომის ჩაწერა და ასე შემდეგ და ამის მიხედვით მე აი ესტრადას რა ნაწილი მოდის ამ იმის და გათვალოს რამდენხანში ერთხელ შეიძლება კონცერტის გაკეთება თბილისში. იმიტომ რომ როდესაც უამრავი კონცერტი ახლა მე ჩამოთვალე რამდენიმე წარმატებული. ამ წარმატებულს მოყვება 10 იმდენი წარუმატებელი. როდესაც სპორტის სასახლეს იღებს სადაც ეტევა 10000 კაცი და მოგდის 1500 ან 2000 ეს ჩავარდა. თანხობრივათაც და ისედაც. მაგრამ გესახებათ ისეთი პროფესიონალები, ვინც ამ გათვლებს გააკეთებენ. იცით რა დადგება ამის დრო. იმიტომ რომ მოწყინდება ადამიანებს. ეხლა როგორ არის ბევრი საკითხი ჩვენთან არის დამახინჯებული, იმიტომ რომ მომღერლების უმრავლესობას უბრალოდ აი ესეთი ასე ვთქვათ თავის ჭიას ახარებს. ეს დიდი კონცერტებიც ხშირ შემთხვევაში უღირს რომ წამგებიანი იყოს, მაგრამ დაპატიჟებს ქვეყნის ხალხს, ცოტა ბილეთების გაიყიდება, ამას ყველაფერს გადაიღებს ფირზე და ვიდეო მასალას შექმნის, ანუ წინასწარ დაგეგმილ ზარალზეც მიდიან ძალიან ხშირ შემთხვევაში. ხო და ეს არ არის სწორი, როდესაც ახლა თუ ამ კუთხით აპირებს ადამიანის ცხოვრებას და შემოსავლების ქონას, როდისმე უნდა დადგეს საკითხი, რომ თლიანად მისი არის თუ არა მომგებიანი, ხო? ესენი ყველაფერი ჩამოყალიბდება აუცილებლად. ნუ უბრალოდ დრო უნდა და ახლა თუ რაღაც ადამიანები რაღაც პრაქტიკულ გამოცდილებას რაც მალე შემოიტანენ, უფრო კარგი იქნება. კიდევ მეორე საკითხი რომ არ არის სტაბილურობა, იმიტომ რომ აი დღევანდელ პირობებში, ხო, მარტო საქართველოში არა, დასავლეთშიც მუსიკოსის ცხოვრების აი ეს ფაზა გახდა ძალიან პატარა. აი 70-იანელები წლობით იდგნენ სცენაზე და აი ჩვენთან ერთი ადამიანი გახდება, ასე ვთქვათ, ბუმს ატეხს 4-5 წელი ხო მაქსიმუმ 1 წელი ან ცოტა უფრო წარმატებულები თქვათ 3 წელი აი ამ იმაში არიან და თლიანად რო დავთვალოთ მათი თქვენ ძალიან ხომ არ შეუმცირეთ ვადა არა ზოგი ამდენ ხანს ვერ ძლებს ზოგი 6 თვიანი არის მაგალითად 1 სიმღერიანებიც არის ბევრი ხო და ნუ საკმაოდ რთული არის ეს იმიტომ რომ ცხოვრების დონე როცა არ არის მაღალი ქვეყანაში როდესაც დასავლეთში გამოდის ახალი ალბომი, მაგალითად, ამ ალბომს ყოველთვის მოყვება სოფლიო ტური და იქ მილიონობით ტირაჟზე არის და ნუ ეხლა 3 მილიონიან ქვეყანაში წახვალ თელავში, წახვალ ქუთაისში და უკვე ახალ ალბომის კეთებას იწყებს და აი მაგალითად თუ უნდა ჯგუფს, როგორც ვაკის პარკი მუშაობს, რომ აი მაგალითად იყოს პროდუქტიული ყოველ წელს გამოუშვას ალბომი, ხო? აი ჩვენაირ ჯგუფისათვის ალბათ საკმაოდ რთული არის, იმიტომ რომ კიდევ აი დამატებითი ესეთი ბევრი პრობლემა არის, ვიდრე თქვა სოლო მომღერლისთვის, რომელიც მარტო არის და ამიტომ არის შოუ ბიზნესი, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა ჩამოყალიბება და სწორად გათვლა ყველაფერს, რომ შეცდომები ნაკლები იყოს. ზაზა, თქვენ არც ისე ხშირად ჩანხართ ისეთ პროექტებში, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას, მაგალითად, სხვადასხვაგვარ ჰიმნებში. თუმცა ბოლო დროს საქართველოს ჰიმნის გათანამედროვებულ ვერსიაზე მიიღეთ ვერსიის შექმნაზე მიიღეთ მონაწილეობა. თუ დავიწყოთ იქიდან რომ საქართველოს ჰიმნი იყო ეს და ხო, რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ამ მუსიკაში. ალბათ მუსიკოსისათვის ძალიან სასიამოვნო როცა ესეთ პროექტში ეპატიჟებია. აქ მე მინდა გავაკეთო პატარა კრიტიკული შენიშვნა, ეს შეიძლება პატარაც არ არის და დიდიც არის, მაგრამ რო არ თქვა არ შემეძლია. ძალიან დიდ პატივს ვცემ დათო მაღრაძეს, ვთვლი რომ ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი საუკეთესო წევრი არის და კარგი პოეტი არის, მაგრამ მე ვთვლი რომ აი ამ შემთხვევაში მუსიკის და ლექსის ტექსტის თანხვედრა ცოტა დარღვეული არის და რატომ?
ეს არ არის რომ მე მომწონს თუ მე არ მომწონს. ანუ არგუმენტი მაქვს ამაზე. როდესაც ამ ლექსს ვკითხულობთ, ხომ, ლექსის ფორმით იკითხება რომ ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. განათებული მთავარი წილნაღარია ღმერთთან. საერთოდ კარგ ტექსტად ითვლება ტექსტი, როდესაც მახვილი სიტყვის და მუსიკალური ფრაზის აქცენტი ერთმანეთს ემთხვევა. და მუსიკასთან აი ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა. აი ეს მორგებული ბოლო სიტყვები ვთვლი რომ ფათ კარგად არ არის მორგებული და აი სიმღერის დროს იქნებოდა პრობლემები. ძალიან წუხარ ამ, მაგრამ ახლა ახლა საინტერესო მათ პატარა მასტერ-კლასი გამოგვივიდა. ხო, აი რო არ მეთქვა არ არის ჩემი საქმე სპეციალური გაკრიტიკება, ხო. რა თქმა უნდა, ეს ალბათ უფრო ჟურნალისტების და კრიტიკოსების საკითხია, მაგრამ ნუ როცა ეხება ეს სახელმწიფო ჰიმნს, ხო, აი ამ შემთხვევაში ალბათ უნდა გამოითქვას ესეთი აზრები, იმიტომ ეხლა როდესაც რეპერები მღერიან წამოდი ჩემთან ერთად და რაღაცა, ნუ ის თავის საქმეა და ისიც მეყურებს თქვენს, მაგრამ ნუ თავის საქმეა. და ჰიმნი ალბათ ყველა საქმეა. და ბოლოს თქვენ ისეთი სისწრაფით და პროდუქტიულობით გამოირჩევით, ხომ არ იგეგმება უკვე მე-6 ალბომის ჩაწერა? თუ ეს ისე უცნობი იდეებია ჯერჯერობით? არა, ნუ რაღაც სიმღერები, რა თქმა უნდა, მაქვს და ნუ ჩემი სურვილიც არის და მიზანიც თუ გნებავთ, რომ მაქსიმალურად ვეცადო წელიწადში ერთი პროექტი მაინც განხორციელდეს. ნუ ჯერჯერობით აი 8 წელი არის ვაკის პარკი არსებობს, ამ 8 წელიწადში გამოვუშვით 5 საკუთარი ალბომი და ამ 5 ალბომის გარდა მე ვიყავი, აი როგორც აღნიშნეთ, საუკუნის ნოსტალგიის ტექსტების ავტორი, ასევე იქ ინსტრუმენტალური გიტარების ნაწილი და თვითონ სტუდიაში აი სულსათა ამ ტექსტის მორგების იმაში ვეხმარებოდი კიდეც მუსიკოს, ანუ იმის თქმა მინდა რომ ანუ რაღაც პროექტი იმ წლებშიც, როცა ალბომს არ უშვებდა ვაკის პარკი შედგა, ნუ ყოველ შემთხვევაში ერთი წლის უკვე აი წლის ბოლოს რო დაწერა 10-12 ტექსტს, ხო, ეს რაღაცნაირად მუხტს გაცლის უკვე რომ შემდეგ ვთქვათ გაჭირდეს ალბომის გაკეთება, რა. აი ეს 8 პროექტი 8 წელიწადში განხორციელდა ჯერჯერობით. მინდა რომ ასეთივე ტემპით ვიარო. ეს მუხტი საერთოდ ადამიანს გააჩნია რაღაცა, რომელიც როდის გაწყდება არავინ არ იცის, ამიტომ წინასწარ გეგმებზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ნუ რაღაც სიმღერები უკვე იწერება ახლა. რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ, როგორც თქვენ პირადად, ასევე ჯგუფ ვაკის პარკს და ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის და ძალიან საინტერესო საუბრისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ უცნობის ეთერში თქვენ დღეს უსმინეთ და უყურეთ ზაზა ხუციშვილს, ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით მორიგ ნაცნობ სტუმართან ერთად. კარგად.